მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი კომპანია, ეს არის პორტალი. როგორც მოგეხსენება, გიო, პორტალი აქტიურად ედგა გვერდით ავტომრბოლელებს და არა მარტო ავტომრბოლელებს. ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, თუნდაც იმით მიიღო შეჯიბრში მონაწილეობა, ასევე მთელი სეზონი როგორც ვიცით, პორტალის საწვავით იარეს წრიული რბოლები. კი ბატონო, დრაგის სერიებიც იყო პორტალი, ძალიან ბევრი კარგი ავტომობილის სპონსორი. ძალიან დიდი ხელშეწყობა ჰქონდა პორტალის მხრიდან ავტოსპორტს. ასევე ჩვენ ჩავწერეთ შოთა ბაბილოძე. ეს არის დრაგსტერი, ესე დავარქვათ ამ ადამიანს. ადრე დადიოდა შოთა არის ძალიან ძველი რბოლელი, რომელიც დადიოდა აღმართის დაძლევას, აქვს ძალიან ბევრი თასი მოგებული. და ნუ რატომ ეხლა გადაიასlo უკვე დრაგზე და დავარქვით დრაგს. მაგრამ პირობა მოგცა რომ აუცილებლად დაბრუნდება. ძალიან საინტერესოა როგორ დაბრუნდება. ნუ შოთას ყველა ვიცნობთ როგორც რაკერა, ანუ რეისი და რეისერა და ეს შემორჩა ეს სახელი რაკერა და ეხლა შემოგთავაზებთ ბატონ შოთასთან ინტერვიუს თუ რა ხდება როგორ ემზადება დრაგზე და მე უკვე დაგიბრუნდებით და მოვიხილოთ საწვავის ფასები როგორია საქართველოში და მსოფლიოში. შოთა როგორ ახარ? ფანტასტიკურად, თქვენ როგორ გძანდებთ? ჩვენც კარგად. მოკლედ, წინა წელმა, წინა დრაგის ჩემპიონატმა როგორ ჩაიარა შენთვის? წინა დრაგის ჩემპიონატი, სიმართლე გითხრათ, ფაქტიურად ჩვენთვის იყო ტესტების, იმიტომ რომ ყოველთვის ჰქონდა გადაცემათა კოლოფის პრობლემა. საბოლოოდ წლის ბოლოს მოვაგვარეთ ეს გადაცემათა კოლოფი და ნუ აი თან ისე დაემთხვა რომ სიცივეები იყო და უკვე რეკორდი რაც გვინდოდა დაგვედო, ფაქტიურად ვერ დავდეთ რეკორდი და აი ცოტა ისეთ არასაკმარის მდგომარეობაში დავრჩით რა, ანუ მეტის შესაძლებლობა ჰქონდა და ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ რა. პლუს ძალიან ცუდი შეგრძნება არის, როცა ბევრი ცხენი გაქვს და აი ფინიშის ხასთანაც კი ვერ უმატებ ამ შენ სიმძლავრეს ვერ იყენებ და აი ეგ არის ყველაზე ცუდი შეგრძნება, იმიტომ რომ აი ყოველთვის მინდოდა რომ ბევრცხენიანი მანქანა მყოლოდა, ყავს ბევრცხენიანი მანქანა, მაგრამ ვერ ვიყენებ. აი გძნობ რომ რაც მეცხენს იყენებ, უფრო ნელი ხარ რა. ხო და წელს როგორც სტატოს ჩვენც ასევე გვაქვს გეგმა რომ გადავიდეთ ჩულოქზე. რაც ჩემი აზრით მოგცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან გამომჯობესოთ შედეგი რა. ანუ ფიქრობ, რომ დაბალ რიანში უნდა ვიაროთ რა. ეს ჩულუქი ტექნიკურად რას გვაძლევს? უკეთეს მოჭიდებას საფართან. ჩულუქი ძალიან ზრდის მოჭიდებას. კი, ეგრეთ წოდებული ანტისკვადი და სკვადი არის ეგეთი პარამეტრი არის, რომელიც ფაქტიურად, როდესაც გრეხავი მომენტი მიდის, ანუ კარდნიდან, თუ ქართულად როგორ არის, ეს ჩულოქი ტრიალდება, ანუ მიწაში დაბლა აწვება ამ საბურავებს და მოჭიდება იზრდება. პლუს ამას ქვემოდან კიდევ დამატებითი ლინკები აქვს, 4 ლინკი აქვს, რომელიც მანქანას ქვემოდან აწვება და ცხვირს მაღლა წევს და მთელი წონა გადმოდის უკვე უკანა საბურავზე რა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ იმისთვის, რომ წონა მაქსიმალურად უკან გადაგვეტანა, ძრავი უკან შევწიეთ, გაგრილების სისტემები უკან დავაყენეთ, ნუ რაღაცა შედეგი მოგცა, მაგრამ ნუ მაინც მთელი წონა ეხა ტურბო, ძრავი ძალიან ძიმე წინ კიდია და რაღაცნაირად გჭირდება ბერკეტი, რომ ეს აწიო და მთელი წონა უკან გადაიტანო და ჩულოქი ზუსტად მაგის საშუალებას გაძლევს რა. გაჩერების კუთხით როგორ იქნება? ყველას აქვს ეგ კითხვა. გაჩერების კუთხით ძალიან რთულია, იმიტომ რომ არასტაბილურია რა ჩულოქი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მანქანა ცოტა გრძელია, ვფიქრობ, რომ იგივე პრობლემები არ მექნება მე, რაც მაგალითად შეიძლება ტატოს გქონდეს. მაგრამ ტატოს ის პლუსი აქვს, რომ წონა ნაკლები აქვს, მე წონა მეტი მაქვს და ნუ აი რაღაცნაირად უნდა დავაბალანსოთ და უნდა გავჩერდეთ. რომც ვერ გავჩერდეთ, მაინც უნდა გავიაროთ, სხვა გზა არ არის. აპირებ თუ არა პარაშუტის გამოყენებას? ძალიან საინტერესო კითხვაა, მაგრამ აკითხვას აქვს ერთი ლოგიკური პასუხი, არა და ვერა, იმიტომ რომ პარაშუტს აუცილებლად ჭირდება გასაჩერებლად ძალიან დიდი მანძილი. პარაშუტი არის არა იმისთვის რომ გაჩერდე, არამედ რომ დაგისტაბილუროს მანქანა რა. ანუ რო არ მოწყდეს გაჩერების დროს. ამისთვის ძალიან დიდი მანძილი გჭირდება სწორი. ჩვენ ტრეკზე მაგის არანაირი შესაძლებლობა არ არის, იმიტომ რომ მოხვეულზე ატორმოზე ფაქტიურად და პარაშუტით შეიძლება უარი შედეგი მიიღო, იმიტომ რომ ვერ მოუხვევ რა. ახლა პირდაპირ და პირდაპირ კიდე ვიცით რაც არის და არავის არ გვინდა იქ მოხვედრა და შესაბამისად საქართველოში სანამ სხვა ტრეკი არ გვექნება ამ ტრეკზე პარაშუტის გამოყენება ფაქტიურად არის შეუძლებელი. თუ რაღაცა ალტერნატივა გაჩნდება თუნდაც სადმე ან ავტობანზე ან აი ბევრად ისეთ ადგილას სადაც დიდი მანძილი გაქვს, ხო? იქ აუცილებლად პირველ რიგში ტატოს პარაშუტს ალბათ დემონსტრაციას გავუკეთებთ. ლექსუსზე მოგვიყევი. რატომ მაინდა-მაინც ეს ძარა? და საიდან წამოვიდა საერთოდ ეს იდეა, რომ დრაგსტერი უნდა აგეწყო? ამ მანქანის, ანუ ამ ძარის არჩევა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია.
მაგრამ მაინც საინტერესო იყო, იმიტომ რომ ანუ თავისი ასე ვთქვათ, ხადაოი არის ძალიან სუსტი. აი, ყველა კვანძის გაძლიერება მოგვიწია, იმიტომ რომ ვიცით ამას თავისი სიმძლავრე რამდენიც აქვს, ძალიან სუსტია და შესაბამისად ანუ მაღაზია არის ყველაფერი გათვლილი, ყველა ლინკი, აი, ყველა დეტალი არის უსუსტესი და რაც მე იწვევს იმას, რომ დიდ სიმძლავრეზე მანქანა ანუ თავისით უხვევდა, ანუ საბურავებს ითრება, ანუ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის მოგვარება და დაგვიჯდა ძალიან ძვირი. მიუხედავად აქედან ძვირი დაგვიჯდა, იმიტომ რომ გამოცდილებაც არ მქონდა. ნუ თან სწავლობდით და ყველაფრის კეთება გვიწევდა ძალიან ბევრჯერ რა. და ეს მანქანა იმიტომ ავირჩიე, რომ მყავდა უბრალოდ. სხვა ძრავი იდო შიგნით და ერთი იზრავი ამოვიღე, გავყიდე, იმიტომ რომ არ მომეწონა RB იდო შიგნით. და ძალიან დიდი ხანი ეგდო ეს მანქანა და ნუ ახლა აღარ ვიყიდე ცალკე მანქანა და მეთქი ამაში ჩავდებთქო. მაგრამ თავიდან რომ დავიწყეთ არ მქონდა ამდენი გეგმები, ფიქრობთ რომ აი 1000 ცხენი ალბათ მაქსიმუმი იქნება, თუ მივაღწევთ ეს იქნება პიკი თქო და ნუ მე შევყევით და საკმაოდ გავცდით ამ სიმძლავრეს და კიდე დიდი მიზნები გვაქვს. მოკლედ, საქართველოში ცხენის ზალების რეკორდი გეკუთვნის შენ. და რამდენი ცხენის ზალა არის ეს ზრავიდან? საქართველოში კი ბატონო ჯერჯერობით მე მეკუთვნის, ეს არის საბურავზე 1200 ცხენი არის, 1400 რაღაც ცხენი გამოდის ზრავზე, 1500 ცხენამდე. სიმართლე გითხრა, ბოლოს ვიყავით, სეზონი რომ მორჩა დინოზე ვიყავით, რომ გვინდოდა რომ მაქსიმალური, ანუ 1700 ცხენი არის ამ ტურბოს, რაც გვიყენია მაქსიმალური, მაგრამ რაღაცა ბლოუ-ოფიდან გამომდინარე პატარა პრობლემები შეგვექმნა და ნუ ვერ ავწიეთ სიმძლავრე და ნუ დავანებეთ თავი, რომ ბარემ სხვა რაღაცებს მივხედავთ და შემდეგ სეზონზე ვფიქრობთ, რომ 1700 ცხენს უკვე გავეთამაშებით. ამ კონკრეტული ძრავით. თუ მეტი დაგვჭირდა, გვაქვს კიდევ ერთი ძრავი, ანუ ისიც MS4-ია, ოღონდ ნუ სეტაპი სხვა არის და ვფიქრობთ, რომ 2000 ცხენს გაცდება უკვე ის ძრავი, რა. 2200 ცხენამდე ალბათ შეძლებს რომ იმუშაოს. მე მგონი საქართველოს პირობებში ძალიან მაგარი შედეგია და არა მხოლოდ საქართველოს პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით ამ ძრავიდან აქვთ მსგავსი ცხენები ამოღებული. სიმართლე გითხრა, ბევრი ვეძებე და ვერ ვნახე ვერსად, რომ ვინმე სამხელა სიმძლავრე ქონდეს, ნუ დაჟე 1200 ცხენიც ვერ ვნახე, რომ ვინმეს ქონდეს რა, საბურავს. მოკლედ ეს ძრავი არის MS4, რომელიც ქარხნულად არც ტურბო არ არის და არც რაღაც განსაკუთრებულ ცხენის ზალებს გამოიმუშავებს და ამოღებული გვაქვს დაახლოებით 1500 ცხენი. კი ბატონო. რა კოლოფი უძლებს ამას? კოლოფი თავიდან დავიწყეთ 5G გვეყენა Mercedes-ის, რომელმაც სადღაც 700 ცხენზე უკვე მიატოვა. უარი განაცხადა. ბატოჩეთი. და გადავედით ეგრეთ წოდებულ BMW-ს ZF კოლოფზე 8 HP, რომელიც 1200 ცხენს ძრავზე უძლებდა, სტანდარტული სანამ იყო. 1200 ცხენის ზემოთ უკვე დაიწყო ბუქსაობა რა. ანუ 1200 ცხენზე შევზღუდეთ, დავდიოდით და ეხა უკვე upgrade კიტი ჩავალაგეთ შიგნით. ერთი ეტაპი ჩავალაგეთ, მეორე ეტაპი გზაში არის, კიდე ჩამოვა და შემდეგი წლისთვის უკვე კიდე უფრო გაძლიერებული კოლოფით ვიქნებით, რომელიც ვფიქრობ, რომ უკვე 2000 ცხენს გაუძლებს, იმიტომ რომ არის პრეცედენტი ამ კოლოფით 2000 ცხენით დადიან იმ upgrade-ებით, რაც ჩვენ გვაქვს ეხლა რა. როგორც ვიცი, ავტომობილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მისი კომპიუტერი, ისინი. რა კომპიუტერს იყენებ? EcoMaster-ს ვიყენებთ, ჩვენ ვართ EcoMaster-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში და რა ვიცი, მეგონი ჯერჯერობით არანაირი პრობლემა მაგ ხრივ არ ქონია რა. ჩემ მანქანაზე, სტატუს მანქანაზე, ყველა ჩვენ პროექტებზე ყველაფერი დგას EcoMaster-ის. საწავზოც კითხავ შოთა, ტატოსთან, ტატომ მითხრა ესეთი რაღაცა, რომ მე კახურ ჭაჭაზე დავდივარო და შენ რამე მე აგერ აი მანქანაზე გვიკრია პორტალის სუპერით დავდივართ და რა თქმა უნდა კახური ჭაჭა მაგ აუცილებელი ინგრედიენტია და კახურ ჭაჭასაც ვაყოლებთ. ანუ კახურ ჭაჭას უნდა უთხრათ მადლობა, რომ ასე ვთქვათ, ძრავი გრილად მუშაობს და კარგად მუშაობს. აუცილებლად. კიდევ ერთი საინტერესო პროექტი გაქვს. აქეთ გადმოვიგნათ. ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს, მაგრამ ეს ერთ-ერთია მათ შორის. ერთ-ერთი ასე ვთქვათ, საინტერესო პროექტი, რომელიც არის მსოფლიოში პირველი, როგორც ვისაუბრეთ ჩვენ. ცოტა უჩვეულო პროექტი არის, ძალიან დიდ საბურავებზე არის. და რატომ გადაწყვიტეთ, რომ B58-ის სვაპი გაგეკეთებინათ უბრალოდ ავტომობილში? ხო, საინტერესოა. პირველი ის რომ არავის არ ქონდა გაკეთებული, მეორე ის რომ B58 ეგრეთ წოდებულ სტენდელონზე არავის არ ქონდა დაქოქილი და ჩვენ დავქოქეთ პირველად, თქო სხვა მანქანაში ჩვენ მეგობრების დახმარებით. და გვინდოდა რომ ეს პლატფორმა სიმართლე გითხრა შეგვესწავლა რა. შესაბამისად, თუ გინდა რომ შეისწავლო, პირველი ეს უნდა იყოს შენი მანქანა, სხვის მანქანაზე ექსპერიმენტები ჩვენი
ასე ვთქვათ, წესი არ არის, ეგრე არ ვაკეთებთ ხოლმე, არ ვიცევით და ამისთვის გადავწყვიტე, რომ მოდი ჩემ მანქანაში ჩავდებ, თან იქნება უჩვეულო პროექტი. ეს მანქანა ავირჩიეთ, იმიტომ რომ არის ძალიან მსუბუქი და დღესდღეობით საქართველოს ოფროუდში ვინც დადიან, ყველა მანქანა არის ალბათ, რავი, 2 ტონა ნახევრიდან ზემოთ. ეს კონკრეტული მანქანა აწყობილი, გამზადებული, აი, ძალამბარით, თავის საბურავებით, ალბათ ტონა 700-ზე მეტი არ იქნება რა. მაქედან გამომდინარე, ძალიან კარგი გასართობი იქნება, დაკიდების სისტემა შესაბამისად ჩვენ ვაწყობთ, ჩვენი დიზაინით სრულიად. ძრავს იქნება 800 ცხენი საბურავზე, მიზანი გვაქვს ჯერჯერობით ეგ და შემდეგ უკვე გადავალთ სტროკერზე ამ ძრავის, იმიტომ რომ შევისწავლოთ გვინდა ბოლომდე. და რავი, ძალიან მაგარი გასართობი იქნება რა. მე მახსოვს, რომ ძალიან ხშირად ვესწრებოდი ხოლმე აღმართის დაძლევას, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სპორტის ესახეობა, ავტოსპორტის ესახეობა და დადიოდი ხოლმე Subaru-ი. მაგრამ ბოლო პერიოდში რატომღაც გადმოერთე უფრო დრაგისკენ და როგორ არის გენატრება, ხო არ აპირებ დაბრუნებას? რა თქმა უნდა, ვაპირებ, მომავალ წელს აუცილებლად დავბრუნდები თან სიახლეებით და იმ მანქანაზე ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რომელიც სოფლიოში არავის არ აქვს. Subaru-ზე არის პირველი იქნება ჩვენი მანქანა. და სიმართლე გითხრა, მაგას ველოდებოდი რა. ვერ ვაკეთებდით მაგას აქამდე, იმიტომ რომ არ მქონდა შესაძლებლობა, შესაბამისი სერვისი. ეხლა დღეს სადაც ვიმყოფებით, ეს არის ჩვენი მომავალი ახალი სერვისი, სადაც ფაქტიურად ყველაფრის შესაძლებლობა იქნება, რაც საქართველოს შეიძლება ადამიანს მოუნდეს, მანქანას შეიყვან სტანდარტულ მანქანას და შეგიძლია ბოლომდე გამზადებული სპორტული მანქანა გამოიყვანო. აი აქ უკვე შეგვიძლია რომ ის Subaru გავხადოთ ისეთი, როგორიც ყოველთვის მინდოდა ყოფილიყო და რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სატარებელი იქნება რა და წელს 2026-ში აუცილებლად დავბრუნდები Subaru-ი აღმართის დაძლევაზე, ოღონდ ძალიან დიდი სიახლით, რომელიც არ ვიცი, იქნება ალბათ დიდი სენსაცია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რბოლელები ძალიან ხშირად წრიული რბოლიდან, აღმართის დაძლევიდან, დრაგიდან თუნდაც გადადიან ხოლმე დრიფტში. არა, დრიფტი არ. დრიფტის გარდა ყველგან წავალ, ოღონდ დრიფტში არ წავალ არასდროს. დრიფტი არ არის ჩემისთვის, რომ დრიფტერებს დავეხმარები მანქანების აწყობაში, მაგრამ დრიფტში არასდროს არ წავალ. ეს არის ჩემი განაცხადი, ესეთი ხმამაღალი. სხვათა შორის, აი ეს მანქანაც საკმაოდ კაი პროექტი არის, რადგან კატში ხდება, აქვე ვიტყვი, რომ ეს არის Mercedes Unimog. ეს არის Mercedes Unimog და ესეც იქნება საქართველოში ძალიან განსხვავებული და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც განსხვავებული მანქანა. აი, რას გავუკეთებთ, როგორ გავუკეთებთ, მაგას ძალიან მალე გაიგებს ყველა. ერთია რომ ავიღოთ BMW-ს კოლოფი, დავაკავშიროთ Mercedes-ის ძრავთან და შემდეგ უკვე პროგრამულად და კომპიუტერულად ეს ორი რამ სწორად ვამუშაოთ. აი, ეს ყველაფერი როგორ კეთდება? რას იყენებთ ამისთვის, რა კომპიუტერს იყენებთ? მაგისთვის ვიყენებთ TurboLami კი არსებობს ეს კომპიუტერი, რომელიც არის standalone კოლოფის კომპიუტერი, რომელიც ძალიან კარგად მართავს. ოღონდ ეს როგორ არის, თვითონ კოლოფში თავისი ტვინი რაც არის, ის უნდა ამოიღო დეფ შიგნით ეგრეთ წოდებულ პლატას, რომელიც პირდაპირ გამოყავს, ანუ სტანდარტ კოლოფში ტვინი და ყველაფერი არის შიგნით. ჩვენ შემთხვევაში ტვინი არის გარეთ გამოტანილი, რომ იყოს ცივად, თან დიდი ეგრეთ წოდებული ტრანზისტორები აქვს და დიდენს აძლევს, რომ სწრაფად ირეაგიროს სოლენოიდი მალე გახსნას, ასე ვთქვათ, მალე შეავსოს ის მუხტა. და მაქედან გამომდინარე ძალიან ჩქარ ართავს და უფრო მეც უძლებს. ანუ იგივე კოლოფი გარედან მართვით, რომელიც არის, რა, ეხლა ხშირად მიდის ხოლმე მაგაზე კამათი, რომ არსებობს კომპიუტერები, აი EcoMaster-საც მალე ექნება უკვე, რომ გარედან შეგიძლია მართო ჩარების გარეშე, მაგრამ ეს თუ უძლებს 1200 ცხენს სიტყვაზე და ის გაუძლებს 1000 ცხენს, იმიტომ რომ არა აქვს ისეთი დიდი ტრანზისტორები თვითონ სტანდარტულ კომპიუტერს, რომ მალე გახსნას სოლენოიდი და უცებ შექმნას ის წნევა, რაც საჭიროა რა. შესაბამისად, ეს კონკრეტული კომპიუტერი ცოტა მეტი საშუალებას გვაძლევს, რომ სიმძლავრე ამოვიღოთ რა. დანარჩენი ახლა ნუ მართვის თვალსაზრისით თითქმის ერთნაირია რა, გარედან ამართავ თუ შიგნიდან რა. საუკეთესო 6 ცილინდრიანი ძრავი რა არის შენთვის? ჩემთვის საუკეთესო ცილინდრიანი ალბათ მაინც ლეგენდაა და ჯეიზეც ვიტყოდი, მაგრამ მომავალი ლეგენდა ვფიქრობ, რომ აი გვერდზე მანქანაში გიდევს, რომელიც როგორ ფიქრობ, შეძლებს B52 რომ ჯეიზი ჩაანაცვლოს? კი, აუცილებლად შეძლებს, იმიტომ რომ ბევრად სუბუქი არის, რაც მთავარი არის, ბევრად, აი ძალიან დიდი სხვაობა არის წონაში და სიმძლავრეებიც უკვე, ნუ არანორმალური სიმძლავრეები ამოდის სტროკერიდან, უკვე აი 2000 პლუს ცხენები თავისუფლად ამოდის. კარგი ის არის კიდევ რომ ძალიან ცოტა სვავს direct injection-ი არის პირდაპირ შეფქვევა, რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ
ეგრეთ წოდებული ლიმბარნი იყოს ენჯინი, ანუ სტექომეტრიული სმესი სხვა კონდეს, ანუ ბევრად ღარიბი და ცოტას წვავს. დღესდღეობით ეხლა ცოტას რო წვავს, აი თუნდაც ეხლა ამ მანქანაში რატო გადაწყდა ეძრავი რა. გასვლაზე რომ მიდიხარ ძალიან შორს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ 2 ტონა ბენზინი არ დაგჭირდეს რა. მოდი 8 ცილინდრიანზეც გითხარი. ცოტა თულ კითხვებს მისვავ შენ ეხლა. საუკეთესო 8 ცილინდრიანი რა თვალსაზრისით გააჩნია? სიმარტივის თვალსაზრისით ალბათ LS არის. თუ ვიტყვით რომ აი როგორც განსხვავებული და აი რაღაცა შემოქმედებითი ძრავი ალბათ BMW 8 ცილინდრიანი არის ატმოსფერული 90-ში რაც დევს ვფიქრობ რომ ეგ არის ლეგენდარული ძრავი საუკეთესო 4 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი რასთანაც კი იმუშავია და ვფიქრობ რომ საუკეთესოა. უნდა იქნება აუცილებლად ჩემი გამოცდილებიდან რასთანაც მიმუშავია თუ ატმოსფერულზე მიდის საუბარია თქო უნდა. Honda რა არის, გასაკეთებლად ცოტა რთულია რა, მაგრამ ძალიან მაგრაკეთდება რა თქმა უნდა და ბევრი ცხენი ამოდის და ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ამ სივრცეში ალბათ აუცილებლად ერთ turbo Honda-ს ძალიან ბრაზიანს გავაკეთებთ. ელექტროავტომობილებზე რას? ელექტროავტომობილების საინტერესო მოვიდა ეს ხანაც ასე ვთქვათ, წამოგვეცია. მოვიდა ეს ხანა და ჩვენს გვაქვს საერთაშორის ელექტრომანქანის პროექტი. ელექტრომანქანის პროექტი. მომიცია მეთქვა არ მინდო და ერთ-ერთი დაბალული პროექტი იყო ეგ, მაგრამ ნუ პატარა იმას გავაკეთებ, გვაქვს ელექტრომანქანის პროექტი, 2 მანქანა იქნება, ერთი ვფიქრობთ რომ დრაგისთვის იქნება, მეორე იქნება ოფროუდისთვის რა. ოფროუდში ელექტრომანქანა დრაგისთვის იმდენად საინტერესო არ არის, მაგრამ აი ოფროუდის ელექტრომანქანა ვფიქრობ რომ ჩვენთვისაც საინტერესო იქნება, როგორც ასაწყობად და ასევე მე ვფიქრობ რომ ყველასთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან მაგრად ივლის, მე ესე ვფიქრობ. ძალიან კარგი თორქის კონტროლი აქვს, ტრექშენიც ეგრეთ წოდებული ძალიან კარგად შეგიძლია აწყო და მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი იქნება და ასე რომ ელექტრომანქანებზეც მუშაობთ. ჩემი პირადი შეხედულება ელექტრომანქანაზე არის ის, რომ ძალიან კარგია ქალაქის რეჟიმში გადასაადგილებლად, მაგრამ ჯერჯერობით სპორტი და ელექტრომანქანები ვფიქრობ, რომ შეუძლებელია რა, ძალიან შორს არის ელექტრომანქანა სპორტისგან. იმიტომ რომ ძალიან მძიმე არის, პლუს ამას ეს ბატარეების დატენვა, შეცვლა, პლუს უტილიზაცია შემდეგ უკვე ცოტა გლობალურად თუ შევხედავთ, მაინც ვფიქრობ, რომ მომავალი ელექტრომანქანებს ავტოსპორტში არ აქვს. ჩემი შეხედულება ესეთია და ყოველდღიურად ძალიან კარგია, სიმართლე მეც ყავს ელექტრომობილი და ძალიან სასიამოვნო დავდივარ სამსახურში. ძალიან კომფორტულია, მაგრამ აქ მაინც მგონია, რომ ეს ჯობია. ბენზინის სუნი აუცილებელია. საწვავის მოხილვაზე სანამ გადავალთ, ასე გვინდა დავაანონსო, რომ პორტალში უკვე შესაძლებელია შეიძინოს შენთვის სასურველი საწვავის სახეობა და რაოდენობა QR კოდების დასკანერებით. ნუ ონლაინ ფასდაკლებასაც მივიღებთ ამ შემთხვევაში და QR ლიტრებს უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზეც გამოვიყენებთ. ეხლა ჩვენ გვერდება ნატა ხოზრევანიძე პორტალის ბენზინგასამართი სადგურიდან, სადაც მოვიხილავთ თუ რა ხდება მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასის მხრივ და რა ხდება საქართველოში საწვავზე რა ფასები გვაქვს დღესდღეობით. ნატა გამარჯობა. მოგესალმებით ბიჭებო. ნავთობის საერთაშორისო ბირჟაზე წინა წელთან შედარებით ამ წლის იანვრის თვეში ფიქსირდება მცირე კორექცია. რაც შეეხება საქართველოს, მოდით პორტალის მაგალითზე მიმოვიხილოთ თუ რა ღირს სხვადასხვა ტიპის საწვავი. სუპერი ღირს 2 ლარი და 99 თეთრი, პრემიუმს რაც შეეხება 2 ლარი და 84 თეთრია, რაც შეეხება ევრო რეგულარს 2 ლარი და 59 თეთრი, ევრო დიზელი 2 და 77, ხოლო ეფექტ დიზელი 2 ლარი და 62 თეთრია. ახლა კი გთავაზობთ სხვადასხვა ბენზინგასამართის სადგურების ფასებსაც.